დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკა ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქრონომეტრი, სტუდიაში ეკა ვებხვაძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. მე მას მივესალმები საღამოშიდობის. საღამოშიდობის მაგას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის 292 1188 292 1199 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, ესე რომ შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომრებზე და დასვათ შეკითხვა ჩვენს სტუმართან, თუ კი ასეთი შეკითხვა გექნებათ. გავდო ფიქრია პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ შიდა საკითხებზე და მნიშვნელოვანზე, ალბათ რაც აუცილებელია და ჩვენ გვაინტერესებს, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ ეს არის მთავარი თემა მთელი ამ მოგეთ არ ვიცი რამდენი კვირა უკვე არა მარტო საქართველოში ყველგან და ჩვენც რაღაცა ამ მნიშვნელოვნად გვიკავშირდება ეს ამბები. ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ახლა რაღაც რეზოლუციის ტექსტის მიღებას აპირებენ პარლამენტში და ამაზეც არის რაღაცა კამათიში და კამათი ერთთან ხვდებიან ამ ტექსტზე. მინდა კითხოთ ზოგადად საჭირო იყო თუ არა რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეს ტექსტი ყოფილიყო უკრაინასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უკრაინის თემა მართლაც ის თემა, რომ ყველა სხვა საკითხი იწევს უკანა პლანზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დაძაბული და ჩვენთვის ბევრი რამით ძალიან სერიოზულად განსახილველი თემა. მე ვთვლი, რომ ეს თემა არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან გადაჯაჭვული საქართველოსთვის და სწორედ ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. ვთვლი იმასაც, რომ ეს ის საკითხია, მართალია ეს ჩვენს ტერიტორიაზე არ ხდება, მაგრამ საჭიროებს სერიოზულ ეროვნულ კონსოლიდაციას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად გვიკავშირდება არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები, ამაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ბევრი რამ, ხვალ, ზეგ და იმის იქეთ პროცესებში. მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ზედმეტი თვითმიზნურობაც არაფერში არ გია ამ სიტუაციას. თქვენ იცით, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს, აი განსაკუთრებით როცა ძალიან დაიძაბა და უკვე რუსეთის მხრიდან ღია აგრესიისა და ოკუპაციის ფაქტები დაფიქსირდა უკრაინის ტერიტორიაზე, მე მინდა ვთქვა და მინდა ვიყო ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ობიექტური და გულწრფელი, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სხვადასხვა წარმომადგენელს ჰქონდა საკმაოდ ადეკვატური შეფასება და რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რასაც ვერ ვიტყვით ახლა ნაციონალური მოძრაობა დღემდე არის რაღაცა არ ვიცი კონფლიქტში ხელისუფლებასთან და მე ვფიქრობ არ არის მართებული და არ არის საჭირო ამ საკითხის ქცევა პოზიცია ოპოზიციის დაპირისპირების საკითხად, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს მყარი მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არ არის, ასე ვთქვათ, ამ საკითხის ესე ვთქვათ, ტოპ თემად ქცევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. ეს ნაწილია ჩამოვაშოროთ, ვთქვათ, ოპოზიცია ხელისუფლება რო გადავდოთ გვერდზე. ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა უკვე საკმარისი განცხადებები, ან რეაქციაც იყო საკმარისი, თუ კიდევ მეტი უნდა გაკეთებულიყო? ამ ეტაპისთვის, რაც მოხდა, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის განაცხადი, ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განაცხადი, ვნახეთ სახელმწიფო მინისტრის განაცხადი ევროინტეგრაციის საკითხებში, მანამდე იყო პარლამენტის განცხადება. პარლამენტი ის ორგანოა, სადაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ვთქვათ, თუნდაც დღესაც იქნას მიღებული გადაწყვეტილება ეს არანაირ რეზოლუციის სახით არანაირად არ გააფუჭებს საკითხს, ის პოლიტიკური ორგანოა და ბუნებრივია, რომ აქ მსჯელობა უნდა ხდებოდეს. მე ვამბობ, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ამ ეტაპისათვის სრულიად ადეკვატური. ჩვენ თავი უნდა წარმოვიდგინოთ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილად და დანარჩენ მსოფლიოს მე რა თქმა უნდა დემოკრატიულ სამყაროს გულისხმობ ამ შემთხვევაში
რა რეაქციებიც გქონდა საქართველოს ხელისუფლების რეაქციაც იყო შემადგენელი ნაწილი პათოსით ამ რეაქციებისა. ჩვენ ყოველდღიურად შეიძლება იქ შეიცვალოს სიტუაცია და ბუნებრივად შეიძლება ყოველდღიურად დაგვჭირდეს რაღაც ახალი ტიპის პოზიციონირება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქამდე რაც იყო, ეს იყო ნორმალური და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მე მართლა მაქვს განცდა მიუხედავად იმისა, რომ სულ არ გულშემატკივრობდი იმ პროცესს, რომელიც 2008-ში რუსთაველზე იმართებოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლიერება მაქვს ყველა იმ პრეზიდენტისა, რომელიც მაშინ ჩამოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად საქართველოში და ამით მე ვიტყვი, რომ ფიზიკურად დაიცვეს საქართველოს თავიანთი აქ ყოფნით და საქართველოს დედაქალაქი. იყო საუბარი, რომ საქართველოს პრეზიდენტი რატომ არ ჩადის? ამ წუთში მე ვერ ხედავ. იცით რა არის? უკრაინელები გრძნობენ საქართველოს თანადგომას. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ყოველ წუთს ნამდვილად ეს, მაგრამ ამ წუთში თითქოს ამის აუცილებლობა არ ჩანს. ხვალ ზეგ თუ გართულდა იქ სიტუაცია და მართლაც ასე ვთქვათ საომარი მოქმედებების პირას აღმოჩნდა. თითქოს ღმერთმა ქნას ვიქონიოთ იმედი, რომ მშვიდობიანად დასრულდება ეს ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა. მათ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს და ეს მსხვერპლი მარტო საკუთარი თავისთვის გაღებული არ არის და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ეს მსხვერპლი მათ ჩვენთვისაც გაიღეს, საქართველოსთვის და ჩვენაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისათვის. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯიც უნდა გადაიდგას, მაგრამ ამ წუთში მე არ ამგონია, რომ ამის ცხადი საჭიროება იყოს. იქ ჩავიდა ის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრს გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატებისას, ვის ჩასვლასაც გადამწყვეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბათ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა იქნებოდა უბრალოდ, ხო, მორალური, არ ვიცი, სხვა რა დახმარება შეიძლება და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. შეიძლება არც არაფერი არ გაფუჭებულიყო ამით, მაგრამ აი ის რომ არ ჩადის და ეს დანაშაულია, მე ასეთ კვალიფიკაციას ამას ვერ მივცემდი ნამდვილად. ჩვენ ძალიან უნდა უგულშემატკივროთ უკრაინელ ხალხს, ეს ჩვენი პოლიტიკური ვალდებულებაც არის, მორალური ვალდებულებაც არის, ჩვენი ბედი გადაჯაჭულია ერთმანეთს ნამდვილად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და ქართულ საზოგადოებაში საშინლად არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელსაც ვაწყდებით ხან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის, ხან სოციალურ ქსელებში, ხან ბეჭდურ თუ ტელემედიაში, რომ აი რა ჩვენი საქმეა. სწორედაც რომ ჩვენი საქმეა, იმიტომ რომ მაშინ ასე შეიძლებოდა ეფიქრა ყველა სხვა ქვეყანას, როდესაც საქართველოს უჭირდა. და კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ უკრაინელი ხალხის პრობლემა და უკრაინელი ხალხის გასაჭირი. ეს არის ის გასაჭირი, რომელიც ჩვენ გამოვცადეთ და დაზღვეული კიდევ არაფრისგან არა ვართ და ეს არის პრობლემა, რომელიც უდგას და ისევ გაცოცხლდა 21 საუკუნეში დემოკრატიული სამყაროს წინაშე და მე ვფიქრობ, საერთო გაერთიანებული ძალისხმევის ქონა ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს კონსულტაციების გზით სხვადასხვა ხელისუფლებებთან ინტენსიური ურთიერთობებით, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ასე ვთქვათ რთული სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, უნდა იყოს ამ პროცესის არც თუ უკანა პლანის მონაწილე, აქტიური მონაწილე, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი უყურებთ, როგორი იქნება ევროკავშირის პოზიცია და ველით მათგან ქმედით ნაბიჯებს, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და ასევე ქმედით ნაბიჯებს ველით მათი მხრიდან და ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ასევე ცხადია მნიშვნელოვანია ჩვენი თანამონაწილეობა მთელ ამ პროცესში, რომ მთელი რკალი შეიქმნას დემოკრატიული სამყაროსაგან რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთი მიხვდეს, რომ 21 საუკუნეში არ შეიძლება მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისის, ბოლშევიკური პერიოდის დასაწყისის მეთოდებით მუშაობა და სხვის ტერიტორიაზე ასე უაპელაციოდ შეჭრა. ერთ რამესაც ვიტყვი, თუ საქართველოს და ჩვენ ნაირ მდგომარეობაში ბევრ სხვა ქვეყანას ხშირად უწევდა ხოლმე მტკიცება, რა როგორ დაიწყო. იგივე ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით და ლამის დღემდე გრძელდება ეს მსჯელობა. ძალიან ცხადი სურათი არის უკრაინაში. აბსოლუტურად ყველასთვის ცხადი გახსნილი სურათი რა როგორ დაიწყო. და უკრაინელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ აბსოლუტურად უშეცდომოდ გაიარეს მთელი ეს პერიოდი, მათ არ მისცეს არანაირი საბაბი რუსეთის ხელისუფლებას, რომ იქ შეჭრილიყო, მაგრამ რუსეთი მაინც შეიჭრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პროვოკაცია სხვათა შორის გასროლაც იყო გუშინ, ხო, რაღაცა ისეთი, რომ ამაზე შესაძლოა რაღაცა მომხდარიყო. არა, ჰაერში და ალბათ პროვოკაციულიც, ხო? რა თქმა უნდა, და ალბათ არის მოსალოდნელი ეს პროვოკაციები და იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად
ღვთისნებაც მათკენ იქნება და გონიერებაც ადამიანური რომ როგორღაც ეს პროვოცირება არ ძალიან მოხდეს ხშირად რაც ძალიან სურს ადარებენ ყველას. ხოლმე აი არ ვიცი 2008 წლის მდგომარეობას მე მოვისმინე ასეთი შედარებები გავს, და არის ნამდვილად. მსგავსება თქვა არის, ანრაჭრილში ნამდვილად. შეიძლება იყოს მსგავსება ეს არის მსგავსება ბევრი თქვა რუსეთის ხელწერა არის ასეთი მიუხედავად იმისა რომ ამ თემასთან მრავალმხრივი დამოკიდებულება არსებობდა და არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულონ და მზად არიან რომ რუსეთი გაამართლონ. მე არასოდეს ასე ვთქვათ, ასეთ პოზიციაზე არ ყოფილვარ და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შეცდომებს ხედავდი და ჩვენ მაშინაც ვთქვით, ახალმა მემარჯვენეებმა ეს პოზიცია 2008 წელს და ერთადერთები ვიყავით, ვინც ვთქვით რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, მაგრამ თქვით ისიც, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ასეთი რამეების თქმას და პერსონიფიცირება არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ამხელა მასშტაბის დანაშაული ხდება. რუსეთმა ერთადერთი სხვაობა რაც არის ის რომ და შესაბამისად რაც ვერ გაითვალისწინა თუ არ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლებამ რომ მაშინ ჩვენი ასე ვთქვათ ნებართვით ჩვენი ნებით საქართველოს სახელმწიფოს გულისხმობ იქ იდგნენ სამშვიდობოს მანდატით აღჭურვილი რუსეთის შეიარაღებული ძალები რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ რომ გარკვეული ასე ვთქვათ რაღაცა ექსცესების შემთხვევაში დაეცვათ ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ილუზიები იყო, ინფანტილიზმი იყო, პროვოკაცია იყო, ასე იყო, ისე იყო, იქ იდგა ეს ხალხი და მათ გამოიყენეს თავიანთი იქ დგომა. მათ მე ახლა როგორ თქვა ეს რომ აძლობა ღმერთს მეთქი, მაგრამ მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც რუსებმა გადმულახეს ადმინისტრაციული საზღვარი, იქ გაამჟღავნეს თავისი ზრახვები, რატო აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რომ მათთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დასჯა, საქართველოს ოკუპაციის განხორციელება. თორემ მათ არაფერი არ ესაქმებოდათ გორში, არაფერი არ ესაქმებოდათ ფოთში, არაფერი არ ესაქმებოდათ სენაკში, არაფერი არ ესაქმებოდათ თბილისისკენ გზაზე და თბილისის შემოგარენში. ეს ამ ყველაფერმა ჩამოხადა ფარდა, რომ არავითარი სამშვიდობო მისიის გამო ეს არ ხდებოდა და ეს ხდებოდა მხოლოდ ოკუპაციის გამო. შესაბამისად, როგორც არ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორც ჩანს ეს მაინც მოხდებოდა და ეს უნდა დავინახოთ, როდესაც რუსეთზე. თუმცა საუბარი იყო, რომ არ უნდა წამოგებოდნენ პროვოკაციას და სიფრთხილე გჭირდება, ეს ბუნებრივია და ეს პრეტენზია ყოველთვის უნდა გქონდეს საკუთარ ხელისუფლებასთან, რომ არ მისცე დამატებითი საბაბი იმას, ვინც ისედაც ეძებს საბაბს და უსაბაბოთაც და უმიზეზოთაც რო შეუძლია ეს გააკეთოს, ეს ჩვენ დავინახეთ. ასე რომ მსგავსება არის, ბევრი მსგავსება არის ის, რომ არის იმპერიული რუსეთი, რომელსაც მეზობელი ქვეყნებისთვის არ ემეტება არანაირი თავისუფალი არჩევანი, არ ემეტება ტერიტორიული მთლიანობა, არ ემეტება ის, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ეს არის მთავარი. ანუ იმპერიული ზრახვები, იმპერიული აზროვნება. ჩვენ გულშემატკივრობთ რუსეთს, რომ ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენი ხსნაც ამაშია, მაგრამ სამწუხაროდ პრესკონფერენცია იყო თქვენთვის რამე ახალი ამ პრესკონფერენციიდან. პრესკონფერენცია იყო და გაუგონარ აპატიეთ, ახლა მე არ მიყვარს ასეთი გამოთქმებით ლაპარაკი პოლიტიკაში, მაგრამ გაუგონარ სისულელეებს ლაპარაკობდა. საკმაოდ აღელვებული იყო, ცოტა არ ვიცი, ესე შეემჩნეოდა. იძულებული იყო ის საკმაოდ ჩიხურ მდგომარეობაში ადრეს მან. ასეთი თავისლებად შეიქმნა გუშინ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელ ნაბიჯებსაც არ აქვს არანაირი სამართლებრივი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით გამართლება და ბუნებრივია ხა ის ლაპარაკი, რომ იანუკოვიჩმა მიმართა მას არის ამოვარდნილი ყველაფრიდან, იმიტომ რომ ის იანუკოვიჩი თუ თulis რომ უკრაინის პრეზიდენტი აღარ არის უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებით ასე მოხდა და პოლიტიკურად ლეგიტიმური იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რომც იყოს
რა უფლება აქვს ერთი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყნის ჯარი მოიწვიოს თავის ქვეყანაში საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის აბსურდი და ასეთმა პრაქტიკამ შეიძლება მსოფლიო წესრიგი დაარღვიოს და ყველა სხვა სახელმწიფოს მოუნდეს ვიღაცა სხვის ტერიტორიაზე შეჭრა რაღაცა გადატრიალება იყო, ესე უწოდა იმას, რაც მოხდა. ეს იყო ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ ეს იყო უკრაინელი ხალხის ნება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც არ დაიცვა ის პრინციპები, რა პრინციპებიც გაცხადებული ქონდა მას თავის სამოქმედო გეგმად და ასეთი შეფასებებიც ჩარევა ამ ხრივ ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს არის უკრაინელი ხალხის გამართლება იყო მისი მომართვა იანუკოვიჩის ძალიან წრალად მყოფი სამართლებრივ ნორმებთან. აქედან გამომდინარე მას მოუწია თქმა იმისა, რომ არაპირებს ყირიმის მიერთებას, თუმცა მანამდე კანონპროექტია დარეგისტრირებული, თქვენ იცით დუმაში, რომ ასეთი ტერიტორიების მიერთების შესაძლებლობა მიეცეს რუსეთის ხელისუფლებას, ასე რომ ბევრი მხრივ არის ამ შემთხვევაში პოლიტიკურად და სამართლებრივად გაჭედილი რუსეთის ხელისუფლება. ეხლა როგორღაც უნდა მოხდეს, რომ ეს გაჭედილობა გამაგრდეს სხვადასხვა მხრიდან, ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური ბერკეტები მაქვს ხელთ, იმიტომ რომ მათთვის ყველაზე მტკივნეული პერსონალური ეკონომიკური სანქციები შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ იქ ოლიგარქია მართავს. ეს არის საუბარი, თუმცა ნახოთ. ხო, ალბათ მიდის აქეთკენ პროცესი და ცნობილი და ასე ვთქვათ აღიარებული მოკავშირეებიც კი, ვინც იყვნენ ხოლმე რუსეთისა, იმ ქვეყნების ლიდერებსაც კი ძალიან მკაცრი და მკაფიო შეფასებები აქვთ პუტინის ქმედებების მიმართ და მე ვფიქრობ, სრულიად სხვა რეალობა შეიქმნა, თვალსა და ხელშუა. ნახოთ, იმედია რომ მშვიდობიანად განვითარდება. იმედია რომ მშვიდობიანად განვითარდება და ეს მოვლენები მე ვფიქრობ სათავეს დაუდებს იმას, რომ იმპერიული ამბიციები რუსეთისა დარჩება მათსავე ნოსტალგიურ გრძნობებში. ამ ბოლო პერიოდში იყო რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მათთვის, მათი გადასახედიდან წარმატებული ნაბიჯი. უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისგან. სომხეთმა უარი თქვა, მათ რაღაცა ტრიუმფალური ოლიმპიადის ჩატარება უნდოდათ და ძალიან პოპულარული იყო მათში ეს ევრაზიული იდეები და მე ვფიქრობ, უკრაინის კრიზისმა შექმნა და დააყენა სრულიად სხვაგვარი რეალობა და ამ ილუზიებისაგან ბევრი ვინმე, მათ შორის საქართველოში უნდა გათავისუფლდეს, რომ ეს არ არის მომავლის თემა. ეს არ არის არც ერთი ქვეყნის პერსპექტივა და ყველა ქვეყანამ საკუთარი პერსპექტივიდან გამომდინარე უნდა იფიქროს გადაწყვეტილებების მიღებაზე. კარგით, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ფიქრია ჭიხრაძე, ახალი მემარჯვენების ლიდერი, გახალთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვისაუბრეთ უკრაინაზე და ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ხას უსვამთ და რა თქმა უნდა დაკავშირებულია ეს ჩვენს ქვეყანასთან, ევროპელი ლიდერები ჩვენს ქვეყანაშიც იყვნენ, მე გულისხმობ ფულეს ვიზიტს გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი. მან რაღაც მესიჯებიც გააკეთა, პირველი ის რომ ახსნა ძალიან კონკრეტულად, არ პრესკონფერენციაზე მე მომეჩვენა თუ ნამდვილად ესე იყო, რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს საქართველოს თქვათ ევროკავშირმა და რომ ეს ასეა და არა ასე და რაღაც ახსნა განმარტებების გაკეთება ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოუწია, არ ვიცი, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მე მომეჩვენა რომ ამ ადამიანს მოუწია რაღაცების განმარტება. მე საინტერესოა, მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო, რატომ გახდა ეს აუცილებელი? შემდეგ პატრიარქს შეხვდა, ეს ცალკე თემაა კიდევ და პატრიარქის პასუხიც მოვისმინეთ ამაზე, რომ თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ როგორ ჩანს ეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ საქართველოში რაღაცა ისეთი ხდება, რომ აქ არ ვიცი, არ არის ერთიანი ქვეყნის ეს მოსაზრება, რომ ჩვენ გვინდა ყველას ევროკავშირში, ან არ ვიცი, რა ინფორმაცია შეიძლება გადიოდეს ქვეყნის გარეთ ჩვენ სურვილებზე და მისწრაფებებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგეხსენებათ, ეხლა როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ალაპარაკი, მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტი არ დგება. არის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, არიან მთელი რიგი საელჩოები, რომლებიც ყველანი იმისთვის არიან ამ ქვეყანაში, რომ სწავლობენ რა სიტუაცია, აკვირდებიან ამ სიტუაციას და როგორც ჩანს,
ისინი მიხვდნენ, რომ აუცილებელია გარკვეული განმარტებების გაკეთება, იმიტომ რომ მართლაც ძალიან რაღაცა ისეთი უცნაური სტერეოტიპები ცოცხლობს საქართველოში, ან ჩნდება საქართველოში, რომელთა დანგრევა აუცილებელია და მე თუ კი რამე კონფერენცია ყოფილა, ყოველთვის მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უფრო მეტი ისაუბრონ და უფრო კონკრეტული, ასე ვთქვათ, კამპანია აწარმოონ ევროკავშირთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ იცის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა რასთან გვაქვს საქმე და აი რაღაც ესეთი მებებია ილგო ილარიონის დონეზე ვართ დარჩენილი, რომ ამან ეს ევროპა მისთქვა, ამერიკა მისთქვა და ასე შემდგომ. ძალიან სერიოზული განმარტებები ჭირდება, როგორც ჩანს, შესაძლოა მე მეგონა რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად იქნებოდა გათვითცნობიერებული, მაგრამ ეტყობა ამას აქვს თავისი მიზეზები, ინფორმაციული ნაკადები, სხვადასხვა წყაროები არსებობს, ეს წყაროები არ წვდება ყველგან და მედია, რომელიც ყოველთვის რაღაცა სკანდალებით არის დაკავებული, ძალიან ცოტას ლაპარაკობს ამ თემებზე, ძალიან ცოტა დროს უთმობს და ძალიან ბევრს ლაპარაკობთ იმაზე, ვინ ვის შეაგინა, ვინ გალანძღა, ვინ ვიზე თქვა ცუდი რამე და ამაზე ბევრად უფრო მეტი დრო იხარჯება, ვიდრე აი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეებზე. ვინ ეკითხება ევროპას? ევროპამ რა უნდა გვასწავლოს? არის ხო სულ ასეთი ლაპარაკები? ჯერ ერთი ვინ ეკითხება? ჩვენ თვითონ გვინდა რომ ევროპას ეკითხებოდეს. ძალიან მნიშვნელოვნად ესეთია, მასიურია, ისე რომ ეხა ფულე ჩამოვიდეს და მან ლაპარაკოს ასეთ რამე. დომინანტურია ეს გზავნილები მედია საშუალებებში და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შესაძლოა ასე ნამდვილად არ ფიქრობდეს არც ერთ სოფელში, ვთქვათ, ჩვენი სოფლის მაცხოვრებლების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ის რაც იბეჭდება მედიაში და რის ანალიზსაც ახდენენ ხო საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს ძალიან შემაშფოთებელ სიგნალად იქცა, როგორც ჩანს მათთვის. რა უნდა გვასწავლოს ევროპამ? ამას ხშირად გაიგონებ და ეს შეიძლება ბევრგან მოისმინოთ და აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რამე ისეთი უნდა გვასწავლონ, რაც ქართველებს ისტორიულად არ უსწავლიათ. ის რაც ჩვენ ვიცით და ისტორიამ გვასწავლა, ის ვიცით და ამ ცოდნას ვერავინ ვერ წაგვართმევს. ეს არის ჩვენი ცოდნა, ჩვენი კულტურა, ჩვენი გამოცდილება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენს გამოცდილებაში არ არის. მათ შორის როგორ უნდა გქონდეს თავისუფალი სასამართლო, ეს არ არის ჩვენს გამოცდილებაში. რაც არ ეხება ღირებულებებს, ამ ღირებულებებზე იყო გამოხილებული ყურადღება, ხო? ის რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი კულტურა, უნდა ვზრუნავდეთ მის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობაზე, იმას რომ ჩვენი იდენტობა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ მრავალფეროვან სამყაროში და ამის შენარჩუნება ძალიან ღირებულია. ის რომ ჩვენი ეთნოგრაფია და ფოლკლორი, მე ფოლკლორისტი ვარ განათლებით და მართლა უნიკალური არის და მართლა ძალიან დიდი ხელისშეწყობა და შენახვა ჭირდება ამას ყველაფერს. ეს არის საქართველოს ბუნებრივი საქმე და ქართველი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ რომ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლო, რომელიც არ გქონია არასოდეს. რომ უნდა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომლის თაობაზე ძალიან მწირი წარმოდგენები ჰქონდა, იმიტომ რომ სხვა პერიოდში და სხვა სახელმწიფოში ვიცხოვრეთ. რომ ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი, არ არის უფალი და უფლის მაგვარი, ასე ვთქვათ, უფლებებით არ უნდა იყოს აღჭურვილი და არათუ პარლამენტს უნდა გქონდეს კონტროლის მექანიზმები მასზე. არამედ ჩვენ ყველას რიგით მოქალაქეებს უნდა გქონდეს მასზე კონტროლის განხორციელების საშუალება. უამრავი ასეთი თემა არის, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოცდილება, უნდა შევიძინოთ ეს გამოცდილება და სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს სასწავლი ბევრი რამ, თორემ ეხა იმის ისტორიის აწონვა და გაზომვა არ ხდება ხოლმე. ანუ რატომ დაჭირდა ფულეს ამ განმარტების გაკეთება? ალბათ იმიტომ რომ გამო და ალბათ ბევრი დაგროვდა, მათ შორის შემოსილი ადამიანები. მე ვერც ვიტყოდი რომ საეკლესიო წარმომადგენლები, ბევრი მათგანი ხშირად არც მოღვაწეობს, ასე ვთქვათ, საეკლესიო სივრცეში, მაგრამ ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ გაზეთის ფურცლებზე. და ისეთ პარადოქსულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, რომ როგორც ჩანს გაჩნდა ეს აზრი ეკლესიის მიმართ. მოდით მსმენელები ყავს, გავფიქრე მოусმინოთ და შემდეგ აუცილებლად პატრიარქის პასუხზეც ვისაუბროთ. გისმენთ საღამოშიდობის. გამარჯობათ, განვატონებდა. გამარჯობათ. ესეთი კითხვა მაქვს თქვენს თუმართან, რომ აი არასამთავრობო ოპოზიცია პრაქტიკულად როგორც უყურებთ კერძოდ უკვე ამორტიზირებული სააკაშვილის მოღვაწეობას
უკრაინაში როგორც დეტონატორის სახით, როგორც ჩანს იმ წაგებული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც არის მაკეინ და მისი გუნდი, რომლებიც აპირებენ რომ რაღაცნაირად უკრაინის ნაწილს მე მგონი ისეთივე ნაბიჯი გადაადგებინონ წამგებიან რუსეთთან მიმართებაში, როგორც საქართველოში გადავდგით ჩვენ და ჩავებით იმ ომში. აი რა სიტუაციაში ხართ, როგორი კავშირები გაქვთ უკრაინის, გინდაც ერთ მთავრობასთან, გინდაც მეორე მთავრობასთან და როგორ გონია თუ ამას მიაღწიეს რადიკალმა, როგორც იტყვიან, რესპუბლიკელმა ამერიკელებმა და მოგლიჯეს უკრაინის ნაწილი, ხომ არ დაასამარებს ეს იმას, რომ თუ უკრაინას გაჭრიან, მაშინ ჩვენ აღარანი პრეტენზია არ გვექნება რუსეთთან მიმართებაში, რომ ცხენვალის რეგიონი და აფხაზეთი დავიბრუნოთ, თუ ამას შეაგუებენ ევროპასაც და ამერიკასაც. აი როგორ გონიათ, როგორ დამთავრდება? მადლობა კითხვისთვის. გვაქვს დრო რომ უპასუხოს 2 წუთი გვაქვს. ძალიან მოკლედ რომ ჩვენ გულშემატკივრობთ უკრაინის ერთიანობას, მის ერთიან სახელმწიფოთ დარჩენას ბუნებრივია და მისი ტერიტორიული მთლიანობის ისე შენარჩუნებას, როგორც დღეს არის და როგორც აღიარებს მას საერთაშორისო სამართალი. მე ცალკე არ გამოვყოფდი ნამდვილად მაკეინს ან ვინმე სხვა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია და ჩვენთვისაც და უკრაინელებისთვისაც ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის ცალკე პოლიტიკოსი, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს მისი აქტიურობა, მან იშოვა რაღაცა ადგილი თავისი პოლიტიკური აქტივობისათვის ამ შემთხვევაში და მე არ მგონია რომ ან რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ასეთ აქტიურობას დღევანდელი ასე ვთქვათ უკრაინის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაშიც ჰქონდა. ეს მისი პირადი არჩევანი იყო, რომ არ არის. არ მგონია რომ ის საქართველოში ღიზიანდებიან ხოლმე ხო რაღაცა ნაწილი საზოგადოების. არ მგონია რომ ეხა ნაციონალურ მოძრაობაზე და სააკაშვილთან გაიგივება უნდა მოვახდინოთ უკრაინის პრობლემის. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო დიდი თემა არის და შევხედოთ უფრო ფართო პლანიდან და ფართო პერსპექტივიდან. ბოლო ბლოკი გვაქვს რეკლამის და შეეხება პატრიარქის თემაზეც მინდა ორიოდ სიტყვა თქვა. მე მთელი ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიური ვარ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ყოველთვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და მე ყოველთვის მაოცებდა მისი პროგრესულობა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ზუსტი ინტუიცია აქვს, რა არის ქვეყნისთვის საჭირო და როდის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე მას ყოველთვის ხედავდი საქართველოს აი ამ კურსის ხარდამჭერად, დასავლური კურსის, დასავლური ორიენტაციის და ის რომ ეხა პატრიარქი მშვიდობისკენ მოუწოდებდეს და ომი არავისთან არ უნდოდეს, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ლოგიკური და გასაგები და გუშინაც სწორედ ამ პასაჟს გაუსვა მან ხაზი და მე ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც ეკლესიის სახელით რაიმე განცხადებებს აკეთებს, უპირველეს ყოვლისა უნდა ითვალისწინებდეს სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პოზიციას, იმიტომ რომ ის არის საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი, ის გამოხატავს საქართველოს ეკლესიის პოზიციას და არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ სხვადასხვა რაღაცნაირი უცნაური მოსაზრებების გამოთქმით ეკლესიის პოზიციის დისკრედიტაცია. ადეკვატურად მიგაჩნიათ პასუხი ხო პატრიარქის, რომელიც მან გასახულეს. ძალიან კარგი რეკლამა გვაქვს ბოლო ბლოკი და რეკლამის შემდეგ უკვე თვითმმართველობის არჩევნები და რა ხდება ოპოზიციაში ამ თემებზე ვისაუბრებთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია. ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ფიქრია საინტერესოა უკვე ოპოზიციის გეგმები, რომ ფართო კოალიციის შექმნას გეგმავს, ხო? არის რაღაცა მოლაპარაკებები, არის მიღებული რამე კონსენსუსი. ჩვენ ვიცით ნაციონალური მოძრაობას უკვე ყავს 2 კანდიდატი, მაგალითად პრაიმერისის ჩატარებასაც აპირებენ. რა ხდება ოპოზიციაში? ოპოზიციაში რა ხდება? ხო, ისეთი მოვლენებია, რომ მართლა ყველაფერმა უკანა ცოტა დაჩრდილა და გადავიდა, მაგრამ ჩვენ გველის არჩევნები და მნიშვნელოვანი მოდის და ბუნებრივია ჩვენც გარკვეულ ასე ვთქვათ სამზადისში ვართ ამ თვალსაზრისით. იმედია, რომ პარლამენტი ალბათ ამ კვირაში უყრის კენჭს საბოლოოდ იმ კოდექსს და
ყოველ შემთხვევაში წერტილდასმული გვეცოდინება საბოლოოდ რა სახეს იღებს ეს ყველაფერი. დიდი მოლოდინი არ აქვს ცხადია იმისა, რომ რაიმე პოზიტიურად შეიცვლება აწი, მაგრამ მაინც გვინდა რომ ვიცოდეთ დოკუმენტურად რისთვის უნდა ემზადო ამ შემთხვევაში. მიახლობით იცით მე მგონი და ამ სახითაც იქნება ხო მიღებული. და რაც შეეხება სხვადასხვა პარტიების თანამშრომლობას მე თუ აკვირდებოდით ამ ხნის განმავლობაში სულ გუშინ წინ გავაკეთე პირველად რაღაც განცხადება, ესეც იმის გამო, რომ იმდენი ითქმება მედიაში და ამ ნათქვამიდან 99% არის არასწორი ინფორმაცია, რომ რაღაცნაირად ჩავთვალე, რომ რა არისო არასწორი. ერთი მოდი მე ვიტყვი მაშინ კითხავთ, ვიცი რომ რამდენიმე პარტიის ლიდერმაც გააკეთა განცხადება, რომ კარგი იქნება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია, მატყავდეთ ერთიანი კანდიდატი და ასე შემდეგ. მე მოვისმინე მემარჯვენეების წარმომადგენლების განცხადებაც რამდენიმე კვირის წინ, რომ ასეთი გაერთიანება, ვთქვათ, კარგი არ იქნება, რაღაცა არაფერს არ შეცვლის. არ ვიცი, რაღაცა კი, მე მოვისმინე კაციტაძე ამბობდა, რომ არ ვიცით, ნახოთ, იყო ასეთი საუბარი. არ ვიცი, ნახოთ შეიძლება, მაგრამ არა ის საერთო ლიდერზე შეჯერება შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, ამას იმიტომ გეკითხებ, რომ იდეოლოგიურად კანდიდატებზე, კი ბატონო, ამას გულისხმობ. შეიძლება, იმიტომ რომ იდეოლოგიურად განსხვავებულია ეს მოხდება რაღაცნაირად მაინც შეთანხმება. რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გარდა იმისა, რომ აი ამ საარჩევნო პერიპეტიებში ვიყავით აქტიურად ჩართული და საკმაოდ ყოველ შემთხვევაში თავის ფლანგზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. ეხლა ამის ადეკვატური პასუხი მივიღეთ თუ არა, ეს სხვა თემა, მაგრამ მოხერხდა კარგად ეს კოორდინირებული მუშაობა და ბუნებრივია, როცა უკვე დასასრულისკენ წავიდა ეს პროცესი, უკვე რამოდენიმე ხანია საკმაოდ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენი აქტიური მონაწილეობით ამ შემთხვევაში მემარჯვენეებს და იმიტომ გამიკვირდა ასე ვთქვათ ეს პასაჟი. ჩვენ და მე დღესაც მაპატიებთ იმედია, რომ თავშევიკავებ კონკრეტიკისაგან, იმიტომ რომ მე ნამდვილად მირჩევნია გამოვიდეს საქმე და მე ამ საქმეზე ვილაპარაკოთ ერთად ყველა, ვიდრე მე დავიწყო ლაპარაკი დღეს, რომ აი ეხა ეს კარგი იქნება, ეს ცუდი იქნება, რაღაცა კარგია, რაღაცა ცუდია, რაღაცა პრობლემურია, რაღაცა უკეთესად შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ოპოზიციური ძალების უდიდესი ნაწილი აცნობიერებს არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ, რომ არის არაორდინალური სიტუაცია შექმნილი. არის ხელისუფლება და არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ორი ძალა პარლამენტში წარმოდგენილი და შესაბამისად ამ ორი ძალის მხრიდან არის მონოპოლიზებული მთელი პოლიტიკური სივრცე. რაც მაინც და მაინც პოლიტიკური თვალსაზრისით არ იძლევა კარგ პროდუქტს. იმიტომ რომ ხელისუფლება მათ ედავებათ, სულ რომ სწორი ოპონირება გასწიონ იმაზე, რომ თქვენ ეს 9 წელიწადი რასაკეთებდით და თქვენ როგორ ლაპარაკობთ და ნაციონალურ მოძრაობასაც ბუნებრივია ხელს აძლევს იმას, რომ ის იყოს მაინც ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიცია და სხვისთვის არანაირი ადგილი არ დარჩეს. ეს აყენებს ერთგვარ აუცილებლობას, მოცემულობას არასაპარლამენტო ოპოზიციის ფლანგზე წონადი მოთამაშის ჩამოყალიბების. შესაძლებელია ეს. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ცალ-ცალკე არა ვართ დღეს იმ მდგომარეობაში, არც ფინანსური თვალსაზრისით, არც ასე ვთქვათ, რესურსული თვალსაზრისით, არც ტრიბუნის თვალსაზრისით და ბევრი კიდე სხვა თვალსაზრისით მოძლიერება ჭირდება ნამდვილად არასაპარლამენტო ოპოზიციას და ამის გაცნობიერება ხდება ნამდვილად, რომ აუცილებელია ერთმანეთში კოორდინაცია, კონსულტაციები, გარკვეულად წონადი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც უკვე კონკურენციაში შევა, სრულფასოვან კონკურენციაში, როგორც სახელისუფლებო ძალასთან, ისე ეგრეთ წოდებულ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ შეიძლება ეს გამოვიდეს ამ შემთხვევაში. კოალიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. მემარჯვენეები ვართ განწყობილი ამისთვის და შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ და არასდროს არ ყოფილ ხართ, მოდით ესეც თქვა. ნუ არ ვიცი, რაღაცა ეწინააღმდეგებოდით ხოლმე კოალიციებს და გაერთიანებებს, ამიტომ ეწინააღმდეგებოდით ხო გახსოვთ. ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ 2008 წელს ძალიან დიდი ერთობის წევრები. 9 პარტია იყო
ხდები გაერთიანებული და მე მოვიწადინეთ მსოფლმხედველობრივი კოალიციის შექმნა, რომელშიც მართლა ყველაფერი ჩავდეთ, ალიანსი საქართველოსათვის იგულისხმება და ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო და აბსოლუტურად მოულოდნელად ეს ალიანსი დაიშალა, რომელსაც ჰქონდა ძალიან გრძელ ვადიან პერსპექტივაზე გათვლა და ჩვენ ძალიან გულგატეხილი ვიყავით ამ ამბებით და ბუნებრივია დღესაც თვლიმე ეხა შორს აგვიყვანს ამაზე ლაპარაკი რომ ის რომ არ მომხდარიყო შეიძლება პროცესები ცოტა სხვანაირად წასულიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ წარსულია მაინც უკვე დღეს ეს საჭიროება არის და ამ ეტაპზე ამის გაცნობიერება ხდება ნამდვილად ყველასგან თუ ადეკვატურად აფასებ ამ სიტუაციას. მე იმედი მაქვს, რომ აქედან მივიღებ სერიოზულ პროდუქტს და ვინც ამას გააცნობიერებს და ვინც ამის ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობას, ჯობია მათ ყველამ ერთად გამოვაცხადოთ ეს ამბები, ვიდრე მე დავიწყო ახლა და მოწოდებით არაფერი არ შეიცვლება, თუ ადამიანს არ უნდა ის მაინც არ გადადგამს ამ ნაბიჯს და მე არც იმას ვთვლი, რომ ახლა ამითი ქულები უნდა ვიწერო, რომ აი მე მინდა და ამის გაკეთება და მოუწოდებ ვიღაცებს. მე მირჩევნია პროდუქტი შეიქმნა საქმე ბოლომდე მივიდეს და რეალური მრავალპარტიულობის შესაძლებლობა შევქნათ ქვეყანაში და მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არ ჩავკეტოთ პოლიტიკური პროცესი. მე ვფიქრობ, ამის მოთხოვნილება უკვე არის საზოგადოებაშიც გაჩენილი და ადეკვატური იქნება თუ ჩვენ ასე უპასუხებთ. კოალიცია იქნება ჭრელი თუ როგორ? ჭრელი იქნება სავარაუდოდ და ადგილობრივი არჩევნები არის ის არჩევნები, რომელიც იძლევა ამის შესაძლებლობას. მოგეხსენებათ ერთია, როდესაც ვთქვათ, ერთი საპარლამენტო სია იწერება და მაჟორიტარების განსაზღვრული რაოდენობა არის დასაყენებელი და უბრალოდ რომ დათვალოთ, რამდენი კანდიდატი არის დასაყენებელი უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარულად ძალიან ბევრი გამოდის. არჩევით თანამდებობებზე ხა მერებისა და გამგებლების მერე პლუს ამათ არ აქვთ უფლება რომ საარჩევნო სიაშიც მონაწილეობდნენ, რადგანაც დაობდით და დღესაც დაობთ, მაგრამ არ ვიცი რა გამოვა ამისგან, ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანური რესურსია ამაში ჩასართავი და ადგილობრივი არჩევნები თან ის არჩევნებია, რომელთაც ახლა მარტო თბილისში ან რომელიღაც ქალაქებში ვერ მიიღებ მონაწილეობას. შენ სრულფასოვნად უნდა დაფარო მთელი საქართველო ამ თვალსაზრისით და ამას ნამდვილად ჭირდება კონსოლიდაცია. საკონცო ადგილებზე კანდიდატებზე იქნება შეთანხმება სავარაუდოდ როგორ წარადგენთ ამ კანდიდატებს? არა, თუ ეს კოალიციურ ფორმატს მიიღებს, იქ ბუნებრივია იქნება კოალიციური კანდიდატები. ეხლა შერჩევის ფორმა როგორი იქნება? ეს პრაიმერი არ იქნება? მე ვიმაქ რომ ეხა ამდენი პრაიმერის ჩატარება სისხლისგან დაცლის, მე ვფიქრობ ოპოზიციას ეს პრაიმერი ხო როგორი თემა არის, მოდი ასე ვთქვათ, პრაიმერი არის ერთგვარად რაღაცა ფორმაში შესვლის თემა, თორემ დარწმუნებული იყავით, რომ ნაციონალურმა მოძრაობებმა ზუსტად იცის, ვინ იყრის მათი სახელით კენჭს. მოდი თქვათ, ხო, გიორგი ვაშაძე და ნიკოლოზ მელია ამ ორ კანდიდატ შორის გაიმართება ნაციონალურ მოძრაობაში პრაიმერზე, ვიცით, დავით ნარმანია. მოდით აი ამ კანდიდატებზე რო ვისაუბროთ, ვინ იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, ან თუ იქნება ისეთ კარგით, არ მეტყვით ვინ იქნება და ვერ მეტყვით გასაგებია. გაუწევს კონკურენციას ამ კანდიდატებს. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს იყოს ისეთი კოალიცია და ისეთი კანდიდატი, რომელიც დავით ნარმანიასაც და ბატონ ვაშაძეს უფრო დიდი ალბათობით ვიდრე ბატონ მელიას გაუწევს კონკურენციას. ვაშაძეს ესე ფიქრობ? ასე ვფიქრობ. კარგით, მე წარმატება მინდა რომ გისურვოთ და იმედია უკვე რომ გეცოდინებათ კანდიდატი და ჩამოყალიბებული იქნებით, მე ალბათ მარტის ბოლომდე ხო სავარაუდოდ ალბათ და ეს კოდექსიც ალბათ გვექნება და კოდექსი ხო, აი კოდექსი უკვე სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე უკვე მესამე მოსმენითაც დამთავრდება. ალბათ ამ კვირაში იქნება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენა უკვე ცხაცხდის რასთან გვექნება. ერთ კითხვას დავსაკვირდი, ნინო ბურჯანაძესაც შეეხება არის ამ კოალიციაში მოლაპარაკებები არის? ნინო ბურჯანაძესთანაც არის მოლაპარაკებები. კარგი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ფიქრე ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი, წარმატებები მას, მადლობა რომ გვისმენდით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 6-ის ნახევარზე, ნახვამდის. დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე.